ახალი ის იყო, რომ კიდე შეგვემატა ისეთი ავტორების პიესები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულად არსებობდეს, თანამედროვე უცხოელი ავტორების პიესები, ისეთების როგორც არის მაგალითად ტადეუშ სლობოძანეკი, მაგალითად კერილ ჩერჩილი და ასე შემდეგ, ძალიან საინტერესო ავტორები, რომლებიც უკვე იდგმება საერთაშორისო ასპარეზზე, ნაწილი იყო ძალიან ახალი, შედარებით ახალი პიესები, ნაწილი იყო დაახლოებით 30-35 წლის წინ დაწერილი პიესები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ქართულ ენაზე გქონდეს ეს თანამედროვე დრამატურგიის ნიმუშები თარგმნილი, რომ რეჟისორებს გქონდეთ შესაძლებლობა აარჩიონ ამ თარგმანებიდან და დადგან ის, რაც მსოფლიოს სცენებზე იდგმება დღესდღეობით. თუ არის ხოლმე ამის პრეცედენტები? ამას ქალბატონი მანანა გეტყვით, აი ხო მაგას მეუბნებოდი სწორედ რომ მოგესალმებით ყველას. ეს 15 წლის რო გახდა ფონდი არის 27 წლის. 15 წლის რო გახდა ფონდი. იმ წელს არ დავიწყე კონკურსები. კონკურსები სულ 5 წლის დაწყებული მქონდა. აი ჩამონათვალი მაქვს რამდენი პიესა წავიდა სცენაზე. ეხლა უბრალოდ თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ გეტყვით, რომ 40-მდე სპექტაკლი ქართული და თარგმნილი უკვე 5 წლის კონკურსების მერე იყო სცენაზე გადასული. ქალბატონო, თვითონ ის პიესები თუ არის ხოლმე სადმე ხელმისაწვდომი, აი დაინტერესებულ მკითხველს მაგალითად შეუძლია რა სადმე გაეცნოს. რასაკვირველია, როგორც კი კონკურსი მთავრდება, მაშინვე გოგი ყაჯრიშვილი მაგას ევალება, ეს პირველი დღიდან არის ჟიურის წევრი და ძალიან ბევრ საქმეს მიკეთებს. ჩვენ სხვათა შორის ფანტასტიკური გუნდი გვყავს და ეს ძალიან მიწყობს ხელს, რომ კარგად ვიმუშაოთ. გოგი მაშინვე აგზავნის ქართული თეატრის ელექტრონულ არქივში. ღია დევს ყველასთვის. გოგი უგზავნის თეატრებს, თითქმის ყველა თეატრს. თუ ვინმე კერძოა დაინტერესებული, მასაც პირადად უგზავნის, თუ არა და ქართული თეატრის ელექტრონული არქივი. ყველა პიესა არის იქ. რამდენი გამარჯვებული ყავს ხოლმე ზოგადად, ან რამდენი პრიზიორი ყავს ხოლმე კონკურსზე? ვაიმე, ეგ მტკივნეული თემაა. ძალიან, იმიტომ რომ მე ეხლაც თქვი, მანანა დამეთანხმება. 7 პიესა იყო ბოლო კონკურსში და 7-ვე იყო ღირსი პრემიის. სამწუხაროდ 2 პრემია მაქვს მხოლოდ. დიახ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი თანხებია. მადლობა მინდა განსაკუთრებით მერიას კიდევ ერთხელ უთხრა, რომ ბოლო წლებია არაერთი რომ აფინანსებს ამ კონკურსს, მაგრამ სამწუხაროდ 3 პრემიამდე არ მყოფნის ეს ისა თანხა და ვაძლევ პრემიებს და ვაძლევ პრიზ თუმანიშვილის ვაშლი, ულამაზესი პრიზია, რომელიც იქ დაგვრჩა და არ მოგვიტანეს მე მგონი ჯერ. დიახ, აი ამ პრიზის შესახებ მინდა და მეკითხა. ეს პრიზი გადაეცემა 2 გამარჯვებულ დრამატურგს, ამდენადაც ვიცი არა? დიახ, ყველა გამარჯვებულს გადაეცემა ეს პრიზი. რამდენადაც ვიცი? იცით რა, ეს არის 2 წიგნი, ზედ დადებული ვაშლი. დიახ. სამწუხაროა რომ არ მოგვიტანეს აი აქ არის. დიახ, მე მგონი ეს კანკანჩას ფოტოს. ხო. ანუ 2 კონკურსი, თარგმნილი პიესა და ქართული პიესა და ზედ ეს თუმანიშვილის ტრადიციული ვაშლი, რომელსაც თავისი ისტორია აქვს. ხო, თავისი ისტორია აქვს და წელს გამარჯვებულებს დავასახელებ მე. დიახ, თუ შეიძლება მოგვიყევით. ეს გახლავთ პიესა, რომელსაც ქვია რა უთხრათ ბავი, რა უყოთ ბაბუას, მისი მთარგმნელი გახლავთ ჩანგელია, ტატო ჩანგელია. ეს არის მან მიიღო ვაშლი და პირველი პრემია, ხოლო მეორე პრემია ერგო წილად გურამ გელაძეს, რომელმაც თარგმნა ასევე ძალიან საინტერესო და დღესდღეობით ამერიკაში ძალიან პოპულარული პიესა ტროცკის სიკვდილის ისტორია. იმდენად პოპულარული, რომ აი რო გითხრათ ახლა 2000 წლისთვის, ეს არის 1990-იან წლებში დაწერილი პიესა. პირველად დაიდგა ნიუ-იორკში, მერე დაიდგა ოფ-ბროდვეიზე, მერე დაიდგა თითქმის ამერიკის ყველა შტატში თეატრში და 2000 წლისთვის 2005 წლისთვის დაახლოებით იყო ესეთი სტატისტიკა, რომ უკვე 1000 ჯერ ითამაშეს ეს პიესა, ну სხვა თეატრში ერთად დათვლილი და ძალიან მნიშვნელოვანია ესეც და აი ეს 2 პრემია გაიცა წელს და მეც გავიმეორებ მანას ნათქვამს, რომ ყველა პიესა რაც შემოიტანეს იყო
ძალიან საინტერესო და ძალიან საჭირო ქართული თეატრისთვის და ძალიან კარგი თარგმანიც ქართული ენის თვალსაზრისით ვამბობ და აი სამწუხაროდ მეტი არ არსებობს და ეს აი ფარული კენჭისყრით ხდება მინიჭება ამ უპირატესობების თქვათ და ასე გამოვიდა რომ ამ ორმა პიესამ ამ ორმა მთარგმნელმა მიიღო ეს თურმანიშვილის ვაშლი წელს. ალბათ არის რაღაც ზოგადი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ხელმძღვანელობს ჟიური გამარჯვებული დრამატურგების შერჩევისას. იცით რა მეკითხებიან, როცა ჟიური იკრიბება, პირველი კითხვა ყოველ წელს არის ერთი და იგივე. რის მიხედვით ვარჩევთ? პირველი რა თქმა უნდა არის რომ თეატრებს გამოადგებათ თუ არა. მაყურებელი დაინტერესდება თუ არა. ამის შემდეგ მოდის ნაწარმოები ღირსია თუ არა ამის. თუ თარგმანია, კარგი თარგმანია თუ არა. ბევრია კრიტერიუმი, მაგრამ მთავარი რჩება თეატრს გამოადგება თუ არა. ქალბატონო, აი თქვენთვის რამდენად რთული გამოწვევა და რამდენად დიდი პასუხისმგებლობა არის ამ შემთხვევაში იყოთ ჟიურის წევრის როლში? კი, ნამდვილად არის გამოწვევა, რომ ვთქვათ, თანამედროვე ტერმინოლოგიით, იმიტომ რომ ნახეთ, აი ეს ცოტა უხერხული მომენტია, როდესაც შენ რაღაც უფრო მეტქულას აძლევ ერთ პიესას, როცა ქართული პიესების კონკურსია, ან თარგმანს და ნაკლებს მეორეს, მაშინ როდესაც მართლაც ფიქრობ რომ აი ესეც ხომ კარგია და ესეც ხომ კარგია და თან პასუხისმგებლობა არის იმაშიც რომ აი საქართველოში გქონდეს ეს პიესები, რომლებსაც რეჟისორები, თანამედროვე რეჟისორები მიაქცევენ ყურადღებას, იქიდან აარჩევენ, იმედია რომ ისინი ძალიან თვალყურს ადევნებენ ამ ელექტრონულ ვერსიებს, რომელიც იდება, როგორც გავტოვა მანამ თქვა და ამდენად, როდესაც შენ არჩევ რომელი, მაგრამ კარგი რა არის, იცით, რომ შენ ფიქრობ, რომ ნუ თუ მე ცოტა ნაკლები ქულა დაუწერე, თქვა მე ამას მეეწუპირած, მე იმას ჩვენ ჟიურის წევრებმა, სამი ჟიურის წევრებად არ ვიცით ვინ რამდენი ქულა დაწერა. ეს ბოლოს ხდება კაპიტან მანას მიერ დაჯამება ამ ქულების და ჩვენ არც კი ვიცით ხოლმე ვინ გაიმარჯვა იმ დღემდე სანამ არ მივედით და დაჯილდოების ცერემონიალი არ ჩატარდა. ასე რომ ეს პასუხისგებლობას ცოტა კიდე ცოტა ამ გული რო გეთანაღრება ცოტა გიხსნის ხო რომ აი სხვა ჟიურის წევრიც ხო ფიქრობს აი ნახოთ რომელმა ზოგჯერ მოულოდნელია და არ ემთხვევა ხოლმე და უკვირთ. ვაიმე მართლა აი ეს იცით რა მე ვიტყვი ერთ რამეს რომ მე მგონი თავის დროზე ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე რომ ორი კონკურსი ერთად დავაფუძნე. რიგრიგობით ტარდება წელიწადში ერთი ქართულია, ერთი თარგმანი. და რატომ ვამბობ ამას ახლა გეტყვით? იმიტომ რომ პიესა ძირითადად იწერება თეატრისთვის. ისე არავინ არ წერს. ხვდებით? და ითარგმნება მით უმეტეს თეატრისთვის, ჩვეულებრივ თარგმანად არ გააკეთებს. და ამით ივსება, ერთის მხრივ ივსება ქართული პიესებით თეატრების მარაგი და მეორეს მხრივ ეცნობიან თანამედროვე უცხოურ პიესებს. დიახ, აი ქალბატონო, სწორედ ეს მინდოდა მეკითხა, უკვე კონკურსის არსებობის 20 წლის განმავლობაში თუ გახდა ეს კონკურსი ერთგვარად მამოტივირებელი დრამატურგებისთვის? ყველასთვის მოტივაცია, სტიმულია და მოტივაცია. და იცით, ამას ცოტა რეკლამაც უწყობს ხელს და ეხლა გეტყვით რა. ქალბატონი მარინა ვაშაყმაძე ჯერ ევრონიუსი არ იყო, როდესაც მარინა მუშაობდა რადიო თავისუფლებაში. ყველა კონკურსის მერე მივდიოდი რადიო თავისუფლებაში და ვლაპარაკობდი ამ კონკურსებზე. ეს იმდენად დამეხმარა, რომ იცით, მომდიოდა მერე პიესები სამაჩაბლოდან, აფხაზეთიდან, სასჯელ-ახსრულების დეპარტამენტიდანაც. ეხლა სხვანაირად მე ხმას ვერ მივაწვდენდი. და წარმოიდგინეთ, რომ ამან ძალიან გაშალა არეალი ქართული პიესების და მე მახსოვს ერთ-ერთი კონკურსის მერე მივედი რადიო თავისუფლებაში და ვთქვი, რომ აუ აქ ერთი ჩემი ფავორიტი იყო პიესა, მაგრამ რატომღაც არ გაიმარჯვა იმან, სხვამ გაიმარჯვა და ეს იყო ქართულ ოსურ სიყვარულზე და ურთიერთობაზე და უცებ შემოვიდა ეთერში ზარი იქიდან, სამაჩაბლოდან და ქალი ტეიროდა ტელეფონში და ამბობდა, რომ მადლობთ, აი დაადგით ეგ პიესა და ჩემი არ არის, მაგრამ ნახეთ როგორ გვიყვარს ერთმანეთი. ეს ხომ დიდი კეთილშობილი საქმეა.
აი თუ არის თქვენს პრაქტიკაში ისეთი პიესა თუ ყოფილა ამ წლების განმავლობაში, რომელიც დღემდე გახსოვთ, როგორც განსაკუთრებით გამორჩეული, განსაკუთრებით მართლა. ყველა მახსოვს და იცით რა, სასჯელ აღსრულების დეპარტამენტი ახსენა მანანა. ქალთა სასჯელ აღსრულები, ქალთა კოლონიიდან. უცებ რეკავს ტელეფონი და გამარჯობათ ქალთა კოლონიის უფროს გული გამისკდა. ვეთხარ ქალბატონურაშია საქმე. ჩვენთან მსჯავრდებულიაო ერთი რომელსაც პიესა დაწერა და უნდა გამოგიგზავნოთო. აი ეს პიესა დაიდგა და ამან ხელი შეუწყო მის ადრე განთავისუფლებას. დაიდგა არა თბილისში სადღაც აღარ მახსოვს და მე ჩამოიტანეს რუსთაველის თეატრის სცენაზე ითამაშეს. ქალბატონო, აი პირადად თქვენი აღქმა როგორი არის აი ამ კონკურსის ჯილდოს მიმართ? აი როგორ უყურებთ თქვენ როგორც ამ სფეროს წარმომადგენელი ამ ჯილდოს? ვაშლს თუმანიშვილის ვაშლს. მე გეტყვით მანანას ვაგიროთ. მანანას ცოტა მოერიდება, იმიტომ რომ წელს თვითონ მანანა გახდა ამ ვაშლის მფლობელი. მე მაქვს ასეთი წესი, რომ ურიგებ, რა თქმა უნდა, გამარჯვებულ ავტორებს, მაგრამ ეს არ მეყო მე თავიდან ასე რომ დავიწყე და გადავწყვიტე რომ ცოტა გამეხალისებინა ამის მნიშვნელობა და მივეცი ეს ვაშლი სოხუმის თეატრის ხელმძღვანელს დათოს საყვარელიძეს, რომელმაც შეინარჩუნა და აღადგინა ლტოლვილი თეატრი. მივეცი გოჩა კაპანაძეს, ცხინვალის თეატრის ხელმძღვანელს ასევე ამ დამსახურებისთვის. მივეცი ნინელი ჭანკვეტაძის ფესტივალზე უცებ როგორი ისწავლობსა. საუკეთესო ქართული პიესა ვინც წარმოადგინა იმ თეატრებს რამოდენიმე ასეთი პრიზი და მე გადავწყვიტე რომ მიმეცა ჟიურის დამსახურებული წევრებისაც გოგი ყაჯრიშვილი იყო პირველი რომელიც 20 წელია 40 კონკურსის ჟიურის წევრია. თავიდან კაპიკიფული არ მქონდა 5-6 წელი ისე მუშაობდნენ. აი არაფერი დაინტერესება რო არ იყო. როგორი ემოცია ჰქონდათ ქალბატონო? და მე მანანა 17 წელია. წელს მანა 17 წელია ჟიურის წევრი. ასევე დიდი დამსახურება აქვს და მითხრა რომ ძალიან ოცნებობდა ქონოდა. რა ემოცია ჰქონდათ? აი რას ნიშნავს თქვენთვის ეს ჯილდო? ჯერთი სიურპრიზი. ჯერთი ეს იყო მართლა სიურპრიზი, ძალიან დიდი მადლობა. ან არ ველოდით? არა, არ ველოდი, ძალიან სიურპრიზი იყო. პირდაპირ ეთერში მივეცი, პირველი არხის. მადლობელი ვარ, გულიც კი ამიჩუყა პირდაპირ. დაიწყო ტირილი. ძალიან მნიშვნელოვანია, იცით, ერთი რომ თუმანიშვილის ფონდი, რომელშიც მართლაც ამდენი წელიწადია ჟიურის წევრი ვარ და დაგაფასებს, მაგრამ თუმანიშვილის ვაშლი რომ ქვია და თუმანიშვილი, მიხეილ თუმანიშვილი ის ადამიანია ჩემ ცხოვრებაში, ვინც მე რეჟისურაში კვალ გამიკაფა გზა, იმიტომ რომ მე ლილიოს ელიანის სახელოსნო დავამთავრე და მიხეილ თუმანიშვილმა რაც არ ხდება, როგორც წესი, ყველა დიდი რეჟისორი თავის სტუდენტარს იყვანს ასისტენტად და მიყავს თავის თეატრში, აი მიხეილ თუმანიშვილმა მოინდომა რომ მე ყოფილიყავი მისი ასისტენტი, ჯერ კიდევ მეხუთე კურსზე რო ვიყავი მაშინ. და მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი ეუბნებოდა როგორ მეხუთე კურსელი და თან ლილის მოწაფე და არა, თუ არა და ჯგუფს არა ვიყვანო და ასე გავხდი მეხუთე კურსელი მისი ასისტენტი. და მე მთხოვა რომ თეატრში დამედგა სადიპლომო სპექტაკლი, იმიტომ რომ ის კათედრის გამგე იყო და ესწრებოდა ყოველთვის ჩვენ გამოცდებს და მოეწონა ჩემი საკურსო და იცით ეს არის აი როგორი ამბავი იცით რომ არასოდეს აღარ ჩამოვიდა ეგ სპექტაკლი მერე სცენიდან. ბნელოთ ახსია ლაპარაკი და ეს არის იმ ხელა მერე შემდეგი სპექტაკლი კიდე დადგიო მერე იმ სპექტაკლს მოყვა სწორედ დრაკონს მერე ჩემი კინოში მოხვედრა და ეს არის ის ადამიანი ვინც გარდა იმისა რომ მართლა სათაყვანებელი რეჟისორი იყო ყველასთვის ჩვენთვის ვინც ამ პროფესიაში არის ჩემთვის პირადად ის იყო ადამიანი ვინც გამიკვალა გზა ჩემს პროფესიულ სიმბოლური და ამიტომ ეს იყო ისეთი ეხაც გული მიჭუყდება ძალიან დიდი მადლობა ამ პრიზისთვის დიდი მადლობა სადაც არის მიხეილ თუმანიშვილს და მე მგონი რომ ესეც ძალიან გაეხარდებოდა მას რომ უკვე ამდენი წელიწადია ჩვენ ვემსახურებით აი ამ
კონკურსს. ეხლა ერთ რაღაცას დავამატებ, რადგან ევრონიუსში ვარ. ძალიან მოკლედ ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ მე საერთაშორისო პროექტები ძალიან მეხმარება ხოლმე გავიტანო ქართული პიესები და გეტყვით, რომ იყო დრო, როდესაც ჟიურის წევრად მყავდა ნიუნბერგის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი, ბადენის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი და ჰაუპტმანის თეატრის ხელმძღვანელი, რასაც მოყვა ქართული პიესების იმ სცენაზე გადატანა.